კომუნისტები ზოგადად რაღაცეებში იყვნენ ძალიან მაგრები. ერთ-ერთი რაშიც ძალიან მაგრები იყვნენ იყო პროპაგანდა. სამწუხაროდ მათი პროპაგანდის ნარჩენები ახლაც არის დღეს ჩვენს კულტურაში ჩალექილი ისევ. მაშინ ამ შიმშილების დასაძლევად აამუშავეს თავისი პროპაგანდის ხაზი, რომ მიწათმოქმედებაში აქვთ უდიდესი გარღვევა და ამიერიდან აღარავინ იშიმშილებს, რადგან მათ ყავთ გენიალური მეცნიერი აგრონომი ტროფიმ ლისენკო. და ეს ტროფიმ ლისენკო ისეთი მაგარია, მეცნიერება, მათემატიკა და ფორმულები კი აჭირდება. სხვა ქვეყანაში ხეტიალი და თესლების შეგროვება ვავილოვებით, რომელიც არ მოსწონდათ, რადგან მთელ მსოფლიოში ავტორიტეტი იყო. არამედ ლისენკო გავა ყანაში, თავ-თავს შეხედავს და მორჩა, შიმშილი დამარცხებულია. მან ყველაფერი იცის და მთელ საბჭოეთში ხორბალი იბიბინებს. ვავილოვი დადიოდა ამ დროს და უკვე 250,000 უნიკალური თესლი ჩამოიტანა. მას დახვდა უდიდესი შიმშილი და საბჭოური რეჟიმი. თუმცა დაბრუნებისთანავე მან იმხელა განძი ჩამოიტანა, რომ მისი მცენარეთა ინდუსტრიის უნივერსიტეტი, რომელიც ლენინგრადში იყო, გახდა მსოფლიოში უდიდესი გენეტიკური საცავი მთელი მსოფლიოსთვის. ვავილოვს კომუნისტები აღარ უშვებდნენ სხვა ქვეყანაში. ვავილოვის უდიდესი ავტორიტეტის გამო მსოფლიოს სხვა მეცნიერებს უნდათ ლენინგრადში გადმოეტანათ მსოფლიო გენეტიკის ცენტრი. ვავილოვის გუნდი მუშაობდა, ახარისხებდნენ ამ ჩამოტანილ თესლებს, აკვირდებოდნენ, სწავლობდნენ, რომ გადაერჩინათ უამრავი ადამიანი შიმშილისგან. და ნელ-ნელა ისე მოხდა, რომ საბჭოეთში შიმშილისგან რომ გადარჩენილიყვნენ ამისთვის ორი ფლანგი გამოიკვეთა, სხვადასხვა იდეებით. ერთის მეთაური იყო ვავილოვი თავისი თესლის ბანკით და თავისი მეცნიერული მეთოდით, გრეგორ მენდელის ინსპირაციით რაც მიიღო. და მეორე მხარეს იყო პროპაგანდის მიერ გაპიარებული ლისენკო. ნახეთ რა საინტერესოა ლისენკოს ლოგიკა როგორი იყო. ლისენკო ამბობდა, რომ ჟირაფებს იმიტომ აქვთ გრძელი კისერი, რომ მიწვდეს მაღალი ხის ფოთლებს. მაგრამ რატომ გაეზარდა ჟირაფს კისერი? სხეული თვითონ მიხვდა, კისერი გაიზარდოს, რომ შემდეგ ფოთლებს მიწვდეს? დიახ, ასე ესმოდა ლისენკოს. და თუ თქვენც არ იცით როგორ მუშაობს რეალურად ეს ყველაფერი, შეიძლება თქვენც ეგრე გეგონოთ, მაგრამ მოდი აგიხსნით ცოტა ხანში. ლისენკო ფიქრობდა, რომ თუ ჟირაფის სხეული მიხვდა, რომ კისერის გაზრდა კარგი იქნება, რადგან მაღალ ფოთლებს მიწვდეს, იგივენაირად იფიქრებს მაგალითად ხორბალიც. თან ხო ეგრე მუშაობს, კარგ ნაყოფს დარგავ, კარგი ნაყოფი ამოდის, ცუდ ნაყოფს დარგავ, ცუდი ნაყოფი ამოდის. და არ უნდა ამას ამდენი მეცნიერება, მთელ მსოფლიოში ხეტიალი და რაღაცა მათემატიკა. მაგრამ რომ იცოდეთ, და ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, ჟირაფის კისრის სიგრძე იმიტომა იმხელაც არის, რომ ეს არის გენების შემთხვევითი მუტაციის შედეგი, რასაც სჭირდება მილიონობით წელი.